გასრულდა ესე ამბავი ვითასიზმარი ღამისა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გეზი მაქვს აღებული. მომსახურების სააგენტოსკენ ხეივანზე. გაიყიდა ჩემი დაინა. და ჩემი ბოლო რაიდი იქნება ამ ბაიკით. რა თქმა უნდა შევხვდები ხოლმე. თუმცა ჩემი პირველი ჰარლია, ჩემი პირველი დაინაა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პირველივე მოტოციკლეტი ესეთი კარგი შემხდა და იმედია, რომ მომავალი მფლობელიც ძალიან ბევრ კილომეტრს ძალიან კომფორტულად და ძალიან დიდი სიამოვნებით გაატარებს. ისეთივე სიამოვნებით, როგორც სიამოვნებაც მე მივიღე. თუ უკეთესად გაატარებს, მაგას რა ჯობია. სანამ მივალ დანიშნულების ადგილამდე კიდევ ერთხელ მივიღებ ამ ბაიკით სიამოვნებას. სანამ ჩემი მეორე დაინა აიწყობა და როცა აიწყობა მე უკვე მაგარი ამბებით და ვიდეოებით შემოგიერთდებით მეც და ცოტა რეჟიმში მოვალ რა. ახლა არ მაქვს იმდენი დრო, რომ რაღაც რეჟიმი დავიწესო და ცოტა ალგორითმი ჩემს სასარგებლოდ ვამუშაო. ახალ ბაიკთან ერთად გამოვძებნი დროს, დაუთმობ ამ საქმიანობასაც ჩემი თავისუფალი დროის რაღაც ნაწილს და საბოლოოდ რეგულარულად შემოგთავაზებ ხოლმე უკვე მე ვიდეოებსაც. მანამდე რავი შორტებს ვდებ ხოლმე, რილებს და ასე შემდეგ. შეგიძლიათ მანდ-მადევნოთ თვალი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ძალიან მაგარ შენაძენს. ცოტა გული მწყდება რო ყიდი, მაგრამ რას ვიზამთ. რაღაც სრულდება და რაღაც იწყება. მუდმივი ამ სამყაროში არაფერი არ არის ალბათ. ძალიან სიღრმისეულად თუ არ ჩავყვებით ახლა რაღაცა საკითხებს მეცნიერულად. თუმცა არც მაშინ მგონია რამე მუდმივი იყოს. არ ვიცი რა ვთქვა მოკლედ რა. გუშინ როცა შევხვდი ამ ადამიანს და მოვრიგდით რომ უნდა ეყიდა რავი შენს რაღაც ნაწილს ეს სიამოვნება რა თქმა უნდა ეხლა ყველა ხო არ ყიდი მაგრამ აი ხელი რო ჩამოვართვი გული დამწყდა პროსტა რაღაცნაირად რა სიხარულის სახე არ ქონია მაინც და მაინც რა იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი კიდე თუ განვიცდი ესეთ ემოციებს რა ემოციებიც ამ ბაიკმა მომცა როცა პირველად გავატარე ჯერ Honda Shadow მყავდა მერე Yamaha Stari და ამაზე რო გადმოვჯექი მეგონა რომ საერთოდ მოტოციკლებზე არ ვიყავი რა ნაჯზომი ну თლადეგრე არა მაგრამ აი ვაფშე სხვა იყო აი საერთოდ განსხვავებულ პლანეტაზე არის ეს მოტოციკლეტი რა რაღაც პერიოდის მერე software-ზეც დავჯექი რომ გავატარე აი ნუ რაღაც პონჩი ასწორებს ახლა ისიც მაგრამ მაინც ამაზე რომ დავჯექი მერე ისევ თავიდან გამიხარდა კიდე რა რომ დაინა მყავს მერე უფრო დავაფასე კიდევ ოდი მე აქედან შევხვე რა ავტობუსს ხარები და იქ მერე შუქნიშანს ელოდე ეხლაც მეღიმება განვიცდი ან მახსენდება რა ემოციები უნდა იგრძნოს ამის ახალმა პატრონმა მისთვისაც პირველი ჰარლი იქნება და ძალიან კაია რომ დაინა აირჩია ამ ადამიანმა და მაგარი გადაწყვეტილება მიიღო მართლა რა რაღაც კითხვები აქვს ხოლმე მე მოტოციკლეტებზე რა რომ ძალიან სხვადასხვა ფასად ყიდიანო ამ სტრიტ ფობებს და ზოგი ძალიან ძვირად ყიდის, ზოგი იაფად ყიდის. პირადად კი ვეუბნები ხოლმე ხალხს, მაგრამ რა თქვენც გეტყვით რა ვინც არიცით ან ნაკლებად ერკვევით უფრო. ძალიან დიდი ხაზი აქვს დაინას. ძალიან ბევრი aftermarket ნაწილები არსებობს, უშვებდნენ და ახლაც უშვებენ რა. შესაბამისად, როცა შეგიძლია რომ შეცვალო ბევრი ნაწილი თავის ძრავიანად და თავის ყველაფრიანად, რომელიც იაფი ნამდვილად არ ღირს. ნუ ბაიკის ფასიც შესაბამისად იზრდება რა. რა თქმა უნდა გააჩნია მდგომარეობას, გააჩნია კომპლექტაციას, ასე ვთქვათ, თუ მოდიფიკაციას უფრო რა ვიდრე კომპლექტაციას. მოკლედ როცა კარგი მოდიფიკაციები გაქვს ბაიკზე ჩატარებული და დაყენებული გაქვს ახალი aftermarket ნაწილები, შესაბამისად ბაიკის ფასიც იზრდება და მე ეგ განაპირობებს ხოლმე ბაიკის სიძვირეს და სიიაფესაც რა. რა თქმა უნდა, ეხლა გაუბედურებულ მდგომარეობაში იაფად ციშოვით
4-ში შევით და შეიძლება უფრო იაფადაც ნახოთ, ზუსტად ვერ გეტყვით. ამიტომ მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ ხოლმე თუ რაღაც დაინები ძვირად დევს ხოლმე გასაყიდად. ახან დევს, ესე იგი აქვს ეგ ფასი რა. ვისაც არ ყოლიათ ხა ჰარლი, აი უფრო დაინარო არ ყოლიათ, სხვა ჰარლები მაგდენის საშუალებას არ იძლევა რა, თითქოს რომ ამდენი რაღაც შეცვალო რა. ხო და ვისაც დაინარო ყოლიათ უფრო ნაკლებად მიხვდებით, მაგრამ ვისაც გეყოლებათ, მე უკვე აუცილებლად გაიგებთ რაღაცა ნაწილების ფასს. ჩემი დაინა რაც ახლა იწყობა, საკმაოდ ისეთი არის რა, აფტერმარკეტებით დახუნძლული და შესაბამისად ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს რა. ზოგი ესე არის რომ ცოტა დილეტანტი ვინც არის, ჯერ არ იცის ფასი და განსხვავება სტოკსა და აფტერმარკეტ შორის და ფინანსები ვისაც არ უწყობს ხელს თან, ურჩევნია რომ მე სტოკი იყიდოს და ისყავდეს რა. ხოლო რა, ვისაც ფინანსები ხელს უწყობს, ბევრი დაინამინახავს, ძალიან ძვირი რო ჯდება. გუშინ მაგალითად ჯინჯერა მაჩვენა აუქციონზე იდო, ისეთი მაგარი დაინაიდო სტრიტ-ფობი. აი შეიძლებოდა გაგიჟებულიყავით ეგ რო გენახათ რა. მართლა ძალიან მაგარი იყო რა. ჯერ SNS-ის 124-იანი ძრავი რო უდევს. მარტო მაგით უნდა გაგიჟებულიყავით, ბევრი არ არსებობს ეგეთი და აქ საქართველოში მე მგონი არავის არ ყავს. მერე ანუ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილი იყო რა. არაფერი თავისი ბაიგს არ ქონდა. რამა იქნებოდა ალბათ მარტო მაგისი. სამუხრუჭე სისტემა, ვილკები, აი არ ვიცი, რამდენი $1000 დაჭირდება მაგის აუქციონის მოღებას, ვერ წარმოვიდგენ რა, ნუ ალბათ 1.15 მაინც რა. ამ ინფორმაციებით ხაზს იმას უსვამ, თუ რამდენად დიდი და სახელოვანი ბაიგი არის ჰარლის ისტორიაში და ზოგადად მოტოციკლეტების ისტორიაშიც დაინა. თვითონ სტრიტ-ფობი შეიძლება არის ქარხნულად დაბალი კომპლექტაციის, მაგრამ სამაგიეროდ სტრიტ-ფობი იძლევა ყველაზე მეტ საშუალებას, რომ რაღაც მოდიფიკაციები ჩაუტარო შენს მოტოციკლეთს და თავიდან ბოლომდე აწყო შენ გემოზე. რა თქმა უნდა, თუ ფინანსებიც გაძლევს ამის საშუალებას. სწორედ ესე ვაწყობ მეც ჩემ ახალ ბაიკს, რამდენი საშუალებასაც ფინანსები მაძლევს. ცოტა ხანი რომ ეხა მოტოციკლეთის გარეშე უნდა ვიყო, მაგაზე ცალკე გული მწყდება კიდე. მე იქეთ უნდა ჩამდგარიყავი ვაფშე. სხვათა შორის მეგობრებო, ეხა ტრაილერთან გავარ და გამახსენდა და გეტყვით ბარემ რომ ტრაილერი როცა მოძრაობს, წინ გზა არ ჩაუჭრათ ხოლმე ახლოს. წინ უნდა გქონდეთ დაგჯე გადასწრებასაც რო ვაპირებთ, ეგრევე არ უნდა გადაუსწროთ რა, კარგი დისტანცია უნდა დაიჭიროთ ჯერ და მერე უნდა გადახვიდეთ მის ზოლში, იმიტომ რომ ბევრ ტრაილერს როგორც ვიცი აქვს ავტომატურად დამუხრუჭების ფუნქცია, ანუ თვითონ აჩერებს და მარტო ხუნდებით არ შემოიფარგლება ტრაილერის მუხრუჭი და მაგ წინ ჩახტომით თქვენ საფრთხეში იგივე თავს და თვითონ ტრაილერის მძღოლით საფრთხეში ვარდება, იმიტომ რომ არავინ იცის რამდენს გაუძლებს ის ტრაილერი, უცებრო დაამუხრუჭებს და რატვიცი უდევს. ამიტომ ნუ შეუვარდებით ხოლმე ბორბლებში ტრაილერებს. ცოტა წინ დისტანცია დაიჭირეთ, რავი, ალბათ არ ვიცი, ალბათ მინიმუმ 5 მეტრი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ახლოს არ ჩავუდგეთ ხოლმე რა. სულ ყველაფერსო თავი დაანებოთ, უნდა დაგინახოს მძღოლმა. ამ ხეივანზე შეიძლება ყოველ დღე ესეთი ამბები ხდებოდეს და ესეთი მოძრაობა იყოს. აგვისტოა თუ დეკემბერია თუ აღდგომაა თუ რაც არის, სულ ამ ხელა მოძრაობაა და რამდენი მანქანა არის ქუჩაში. მარტო ამ ქუჩაზე რა. წარმოვიდგინე, 4 ზოლი არის და აქ არის ხოლმე საცობი და ეს ადამიანები რომ მე 2 ზოლიან ავტობანზე უნდა გავიდნენ, ხო იქ რა თქმა უნდა იქნება საცობი ხო. ხო და აი ხა ცოტა გაფართოვდეს ხო შეიძლება ეს ავტობანი და გამოიყოს ფინანსები მაგისტვის რა. მე მგონი უარს არავინ არ იტყვის მაგ ამბავზე. რავი, ეხა ჯანდაბას რაც არის 2 ზოლიანი იყოს, მაგრამ ახალი რო კეთდება ხოლმე გზები, რავი, ის მაინც გააფართოვეთ და ცოტა მეტზოლიანი მაინც გაკეთდეს, რომ გაიაროს ყველამ თავის გემოზე. ხო და იმ ძროხებს მაინც ვერაფერს უშვებით ავტობანზე როდგანან ხოლმე და რავი, 3 ზოლიან ავტობანზე იქნებ უფრო კარგად ააცილო მაინც მანქანა უახლოდი დანიშნულების ადგილს და სულ ავიწყდება ხოლმე აქ ეს გადასახვევი. თბილისი მოლს რო გაცდები, მანდვე უნდა ავიდე თუ
ზევით უნდა აუხვიო მე. მეგონი წრეზე მოტრიალება ჯობია რა, იმიტომ რომ აქეთ დარწმუნებული არ ვარ, მაგის მერე იქნება თუ მანამდე იქნება ეს მომსახურების სააგენტო რა და წრეზე რომ მოვატრიალო წინიდან, მეგონი უკეთესი იქნება. მარჯვნივ გადასასვლელადაც მეტი დრო მექნება. ჯერ თბილისი მოლს უნდა გავწდე. არ მაქვს ხა ჩხარასიარულის თავი რა. ცოტა მოვიწყინე. მე მგონი უკვე უნდა ჩავდგე ხო მარცხენა ზოლში. გადავედით. მოუახლოვდით დანიშნულების ადგილს და მე მგონი ეს არის. კი ბატონო, ეს არის. მოვედით და ასვიზამთ. ჩავდგეთ. სად უნდა მივიყვანო ამბი არ ვიცი. მედი ვიკითხავ და გამარჯობა. გადაფორმებაზე ვარ კი? მადლობა. მოვედით დაათვალიერეს. ხო და დაველოდოთ ხა. ჩვენ სახალმე პატრონეს რას ვიზამთ. კი არის დასანანი, მაგრამ როგორც ზემოთ აღნიშნე, რაღაცის დრასასრული ყოველთვის რაღაცა ახალის დასაწყისია და ამიტომ ჩემს მოწყენილობას ჯობია გახარებული ვიყო იმ ადამიანით, ვინაც ეს შეიძინა და მას მიულოცო ეს დიდი შენაძენი. ჯერ არ არის, ამიტომ ამ ვიდეოთი მიულოცავ ამ ბაიკის შეძინას და ვუსურვებდი, რომ ძალიან მაგარი თავგადასავლები ქონოდეს და სასიამოვნო გაეტარებინოს თითოეული კილომეტრი ამ ბაიკზე. აგით, მოდი სანამ მოვა მე აქ დავასრულებ ვიდეოს. მეც დაგემშვიდობებით ამ ბაიკთან ერთად, ეს ბაიკიც დაგემშვიდობებათ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოებით, ახალი ბაიკით, ახალი შემართებით და ახალი თემებით, რა თქმა უნდა. მოკლედ ნახვამდის და რამდენიმე კვირით დაგემშვიდობებით, რადგან ჯერ მაინც აგვისტოა და ყველას დასვენება გვინდა. აბა კარგად.